პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ მიიღო. მისი განმარტებით დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დარჩენის როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლების სახეზეა. დაკავებულებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან. წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროცესზე ადვოკატები ბრალდებულების დაცვის ნაწილში უფლებების დარღვევაზე მიუთითებდნენ და ასევე ითხოვდნენ საქმეში დაუშვებლად ყოფილიყო ცნობილი პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი. ასევე უფლებადამცველების მოთხოვნა იყო მათი დაცვის ქვეშ ყოფების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა მიიჩნევდა, რომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება უნდა დაერთოს მიმდინარე განხილვას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაქტი. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად საფრთხის შემცველი. ფაქტობრივად, ბრალდებულთა მხრიდან თუ საუბრობთ თავდასხმაზე, უკიდურესი ფორმა იყო გამოყენებული თავდასხმის, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლესაც კი უქმნიდა საფრთხეს. ამ გარკვეულ შეხედულობაში მივხვდებით, მიმაჩნია, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ქონებრივი ვალდებულების დაკისრება ვერ იქნება შემოწმებული აღკვეთის ღონისძიება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულების დავით ლომიძის და თემურ ზასოხაშვილის მიმართ შევადებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა დარჩენს კვლავ ძალაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოუყენებლობის ან თუნდაც გირაუს გამოყენების შემთხვევაში ასევე თუნდაც დამატებით ღონისძიებებთან ერთად ვერ მიიღება აღკვეთის ღონისძიების კანონით გათვალისწინებული მიზნები და ბრალდებულთა სათანადო ქცევა. ზოგადად ბრალდების მხარე, როდესაც იწყებს საუბარს თუნდაც აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომ გასათვალისწინებელია წარდგენილი ბრალდების სიმძიმე, იქ უკვე თითქმის 100%-ით გასაგებია ხოლმე ჩვენთვის, რომ სასამართლო საერთოდ არ აპირებს აღკვეთი ღონისძიების თაობაზე დაცვის მხარის თუნდაც ერთი პატარა მისხალის პოზიცია ხედულობაში გაზიარებას. არც ერთი მტკიცებულება, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არ არის პირდაპირ ხასიათის მტკიცებულება და არ არის ისეთი მტკიცებულება, რომელიც არსებითი განხილვისათვის უნდა გადასცემა და შემდგომ შემადგენლობას.